და მაინც რა განწყობა გეუფლებათ 26 მაისს თქვენი მეგობრის დაბადების დღეს? 26 მაისი უდიდესი სიხარულის დღეა ყველა ქართველისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ ამავე დროს ეს არის უდიდესი სიმძიმილის დღე, ვინაიდან ეს არის პირველი 26 მაისი, რომელსაც მე მერაბის გარეშე ხვდები. მაგრამ თვით მერაბის თქმის არ იყოს, მან თავის შვილს ტრაგიკულად დაღუპულ ირაკლის უძღვნა ლექსი, სადაც თქვა: კიდევ კარგი რომ ჩემთვის ირაკლი გარდაცვლილები არ არსებობენ. საბედნიეროდ მეც ასეთი რწმენის გახდა ვარ და ჩემთვის გარდაცვლილები არ არსებობენ, მერაბ კოსტავა ჩემთვის გარდაცვლილი არ არის და ეს მიმსუბუქებს ერთადერთი ამ ტვირთს, მაგრამ რასაკვირველია მაინც დიდია ეს სიმძიმილი და მე უსურვებდი ყველა ქართველს, ყველა ჩვენს თანამებრძოლს ყოფილიყოს ისეთი უდრეგი, შეუპოვარი და თავდადებული ერისათვის და მისი დამოუკიდებლობისათვის, როგორც იყო მერაბ კოსტავა. მის ახლობლებს თუ შეიძლება რა ქნებავთ რომ? დიახ, მე მინდა უსურვო მის ახლობლებს, რომ გააცნობიერონ ყოველივე ის, რისთვისაც იბრძოდა მერაბ კოსტავა, რისთვისაც მან თავი გაწირა და იყვნენ მასავით უდრეკელნი და შეუპოვარნი ამ ბრძოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.